მეგობრებო, ეს არის 24 აგვისტო და ეხლა არის საღამოს 7 საათი. ეხლა ერთ აქტუალურ თემაზე მინდა გაგესაუბროთ. გახდა რაღაც აქტუალური, მაგრამ როგორც ყოველთვის სამწუხაროდ უმრავლესობა დააფიქსირა კი ბატონო ერთი რამ, მაგრამ უმთავრესი ვერა. და სხვათა შორის სადღაც ახლა მე თბილისიდან მოვდივარ, სადრეალში ვიყავი და საათ ნახევარში სადღაც კიდე მეორე ჩართვა მექნება, კიდე საინტერესო. კიდევ ისეთივე, რომელიც ყველა ხედავს, მაგრამ ვერ აფიქსირებს უმრავლესობას, სინამდვილეში რას ნიშნავს. მოკლედ, ეხლა ასე რომ ყურადღებით იყავით კიდე საათ ნახევარში ალბათ. პლუს მინუს არ ვიცი ახლა გზაში როგორ ვივლი. თბილისში არქეოლოგი რაღაც გზების გათხრა, რომ დაიწყეს რემონტი და რაღაცა ცენტრში, რუსთაველზე. ყველამ ვიცი და ყველამ გავიგეთ, რომ მიწის ქვეშ ბუნებრივი ახლა კანალიზაციის ტრუბები და რაღაცები, მილები გასაყვანილი იყო, სიგნალში ჩასული იყვნენ და აღმოაჩინეს იქ პირველ რიგში აღმოაჩინეს ვინმე სომეხის აზარიანცის თუ ვიღაცის ნასახლარი ყოფილა. სახლი აღმოაჩინეს. ეხლა ნახეთ როგორ არის. და ცოტა ხანში კიდე რო გაგრძელდა იქით გათხრები, კიდე აღმოაჩინეს იქ ფეხის რაღაცები, ჭურჭლები, მოკლედ ბევრი რაღაცები, არქეოლოგიური გათხრების რო კეთდება ისეთი და აღმოჩნდა უკვე მე-11 საუკუნის ნივთები. კარგით, ეხლა ეს ხო ყველამ გაიგო. თბილისელებმა განსაკუთრებით. მაგრამ აქ ფიქსირდება ორი რამ. ერთი ისტორიული ფაქტი და მეორე უფრო სასწაული. და რა არის სასწაულში მე ამის შემდეგეთ. პირველი ის შემოგარგებო, რომ იქ აღმოჩნდა სომეხის, ასე ვთქვათ, სახლი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის რაც ისტორიულად, ბოლო ისტორიაში, ცოტა მოკლე ისტორიაში აქ-აქ რო გვიწერია, ის მართალია, სადღაც 32 რამდენი იყო სომეხი, მე ვიყავდა თბილისი. და თბილისი რომ დღესაც კიდევ გვარიანი ხანია უკვე შესისხორცებული არიან, გვარები აქვს ყველა შეცვლილი და ისინი არც ერთი არ ამბობს იმას, რომ ჩვენ სომხები ვართ. ეს თუ რას ნიშნავს რა, ეს თვითონ ასე ვთქვათ მიხვდებით, მე მგონია. ყოველი მეათე თბილისელი ვინც ცხოვრობს, რო ფიქრობს, რომ თბილისელია, ქართველია, ასე ვთქვათ, ხო? არც კი ფიქრობს, არც კი აზრობს, ვინ ყავს მეზობელი, ვინ ყავს მეგობარიც, მაგაცი და ასე შემდეგ. და რატომ ალავენ ეგენი რომ სომეხი არიან, ეს უკვე თქვენ თავად იმშელეთ. ესეთი. ეხლა მეორე. და მე გაგრძელებაში კიდე რო აღმოჩნდა მე-11 საუკუნის ნივთები, კარგი, მაგრამ ეხლა ნახეთ რა არის სასწაული ჩემო. და ის რაც ვერ დაინახა. აცო ეს ხო დავინახე. კი ბატონო, ხილული იყო. არა ეხლა მეგეთი უხილავს, რომელიც ინფორმაციას ვერ იწეს რატომღაც ტვინები. ეს სახლი აღმოჩნდა შემოგარგებო იმის ქვემოთ, რაც რუსთაველზე განსახლებულია დღეს მოსახლეობა. ანუ ეს სახლი რო აღმოჩნდა, ეს ამ სახლის პიკი, ანუ სახურავი იყო ის. და ის 2-3 სართული არის ქვემოთ. გესმით? და ამის ზემოთ არის დასახლებული თბილისი. დღევანდელი თბილისი. ესე იგი გონი ახლა უკვე მიხდის, ხო, ზოგიერთები. ნახეთ ახლა რა შეასაქმე. თუ ეს სამსართულიანი სახლი იდგა, სადღაც
10-12 მეტრის სიმაღლეზე. ხო? ეს სახლი რამ დაფარა? მიცით. რამ დაფარა მიცით შემოგარგებო. და რატომ არ იცის ამაზე არავინ არაფერი? რატომ არ რა მოხდა ესე იგი მოხდა წარღვლა თბილისში ან ჩამოწვა იმიდან რა ქვია სოლოლაგიდან ჩამოწვა მეწყერი და გაავს აქ მარტო ამ სახლზე ხო არ არის ხალხი მარტო ეს სახლი ხო არ არის იმის იგი რო გაწყარო წელი დასახლება იქნება ხო მაგრამ ეხლა რუსთავის ხო არ გადათხია კაც ხო ეს საკმარისია მაგრამ მე ფაქტი მინდა რომ დაგიფიქსირო თუ ეს სამსართულიანი სახლი გადავსებული იყო მიწით და იმიცის სახურავის შემდეგ კიდე რამდენიმე მეტრი იქნებოდა იმიტომ რომ ამ ტრაქტორებმა ხო ჩაწყარეს სადღაც 6-7 მეტრო სიტყვაზე არანაკლები ხო ჩაწყარეს ხო და მე აღმოჩნდა ეს სახურავი და იმის შემდეგ არის სამი სართული კიდე თუნდაც ორი იყოს კაცო ჭანდაბას მაგრამ რამ დაფარა ეს მიწით არსად ეს არ არის ცნობილი რა მოხდა ხალხო ისე გაწყდა მემატიანე რომ არც ერთმა და ვერც ერთმა ვერ ჩააწერა არც გაახსენდა არც არაფერი ესე გამოდის რომ ნახევარი თბილისი ის რაც ძველ თბილისს ვეძახდი და მაღლობებში და იმაში დგას ეს ხო კარგია მაგრამ ის რაც ვაკეზე იყო ქვემოთ ეს თბილისი ხო დაფარულია 10-12-15 მეტრის სიმაღლეზე მიწით არის ნუ არ ვიცი ტრაქტორები მაშინ არ არსებობდა რომ ამოევსოთ ეს ყველაფერი ამ ვირასიდანში და თუ ამოავსეს კიდეს რატო არ წერია არსად ხალხო ეხლა მე გეტყვით კიდე ერთ რაღაცას პარალელურად ესე იგი მე ვიყავი ერთ დროს გორში და იქ ვიყავით ატენის ეკლესიაში და შუაში რო შევედით, ნუ ფილები იყო რა თქმა უნდა, ქვის ფილები და შუაშიც რაღაცა თვალი მოხდა, პატარა ბრგვალი ბურთივით რკინის რაღაც იყო ამოშვერილი. გურები ხა დავიცი ხელი მოგიდე, ნუ ეს არ გდია, ანამედ ჩარჭობილია ამაში. ნუ ეხლა გიდი იყო თუ მოდელი იყო არ მახსოვს, ხა და ნუ მკითხეთ ეხლა ეს რა არის მეთქი და ეს არისო, ესე იგი ნახეთ როგორ ამიხსნა ეხლა ეს არისო ამ ეკლესიის ესე იგი დიაგონალის კვეთის წერტილი. მერერა ვინ დატოვა ეს კვეთის წერტილი, აი მაშინ სოს დააგდებდნენ, ჩაარჭობდნენ რაღაცა და იმიდან გადაზომამდე კი ბატონო გავიგეთ. მაგრამ მერე ხო დაეგო მასე ფილა, კვების ფილა ერთი ამბავი ხო? და მერე სპეციალურად რატო დაარჩვეს ეს? დაუგებარი რამე. მე იქით კიდე რომ ჩავეკითხე, რა მითხრა იცით? ესო არისო, ეს ატენის ეკლესია. თუ არ ვთქვი ატენის იყო. ეს არის ესე იგი მესამე ეკლესია ზედნაშენი. გესმით ახლა რა მითხრა? მესამე. ანუ ამის ქვემოთ იყო კიდე ერთი ეკლესია, მერე იმის ქვემოთ კიდე ესა და ეს უკვე მესამე არის ზედნაშენი. კი, მაგრამ იმ მთაზე მაინც ის მთა მაინც რა მაავსო მიწით? გესმით ახლა საით მეყავს საუბარი? ბიჭო, ვინ და რა ძალა ქონიდა ამას, რატო ესე იგი მიწა აყრილივით რომ მიაყარო მიწა, ხო? მაგრამ კაციშვილო ამის შესახებ არცად რო არ უწერია არავის არაფერი. სვეტიცხოველზე კიდე იგივე ლეგენდა არის რომ ამის ქვემოთ იყო ის რა ქვია სხვა ხის რაღაცა, ნუ ეხლა წერია იქ რომ ამის ადგილას იყო ხის, მერე ეს დაინგრა და მას დაშენდა ის რა ქვია სვეტიცხოველი, მაგრამ იმის ქვემოთ კიდე არის ესეთი ლეგენდა რომ ის ქვემოთ კიდე იყო რაღაცა მანამდე. ეხლა მე პარალელში კიდე გადაგიყვანდეთ რაღაცას. სამეგრელოში არის ჩემო მეგობრებო მთები. ამ ყველა მთას არ ვეძახით. არის ზოგიერთი მთები, რომელსაც ვეძახით
რას ნიშნავს ეს დიხა გუძუ? დიხა მეგრულად არის მიწა, გუძუ არის ირგული და ბა არის მე ბოლოს არტია რაღაცა მე გაგორბიე. ალბათ ბაბა, შვილო. და რატო? იმიტომ ალბათ ვიღაცამ რო კითხა. დიხა გუძუ ბაო, ვიღაც პროსმა უთხრა შვილოა და რატო რა არის? ამას ქვია მე პირდაპირ ქართულად რო გადაგითარგმნოთ. ეს ნიშნავს შემოკარგებო იგი მიწაყრილი არისო, ანუ მიწით არისო გუძუ, კაცო. ირგვლივ არისო მიწა რა, ნუ ვერ გადავთარგმნი ქართულად. პირდაპირ. შემორაგული კი არ ქვია. აი, ის რა ქვია, მიწით არისო დაფლული. რატო ქვია? ანუ ვინ იმას ახნა კაცო, ტრაქტორები და ის ესკავატორებაში რა არისო? ან ვის რასიდაცია, რაღაცა რომელიღაც მთის კიდე ასე თქვათ მიწაყრილით შევსება. დაფლა, დამალვა. და რატო? იმიტომ იმ მთის ქვემოთ არის იყო რაღაცა, რომელსაც რაღაცა პერიოდის შემდეგ ვიღაცა ძალება ვიღაცა ნუ მერე გეტყვით, ვიღაცა ეს დაფლა, გამიგეთ? აი ხა მოვიდით ძირითად სათქმად. გახსოვთ შემოგარგებო, როდესაც მე ხილება დავდე ორ ნაწილად, ეს იყო პიტერ პენი, სათაურად. პიტერ პენი პირველი ნაწილი, პიტერ პენი მეორე ნაწილი. ეს იყო მაიკლ ჯექსონზე. სადა რატომ მომივიდა მაიკლ ჯექსონის მე დაცვა და საერთოდ ეს ფანტასტიკა იყო, მაგრამ მე ხარ თავიდან არ მოყვები, იქ მაგ მოყოლილი ეს ყველაფერი. მეორე ნაწილში შემოგარგებო, იქ იყო ისეთი რაღაცა, როდესაც მაიკლ ჯექსონს ესე იგი ლონდონში ჰქონდა ბოლო კონცერტი. ჩანიშნული და სადაც ის აპირებდა რაღაცის თქმას. გამიგეთ? ეს იმ სათქმელი იყო, რომელიც უნდა ემხილა მთელი აი ეს სატანისტები, ხო იცი სატანისტებს მე მასონებს ვეძახი და ლუციფერიანელებს, ილუმინატებს. ბოლომდე უნდა ემხილა. მანამდე ნელა ამხელდა, მაგრამ იქ ქონდა ბოლო და რომელიც არ დააცარეს და 3 დღით ადრე მოკლეს. და 3 დღით ხარ პრეს კონფერენციაზე ის ვიდეო კიდე მქონდა იქ ჩადებული იმ ხილებაში. ჯექსონი ამბობს ასეთ რაღაცას. ხალხო, გატყუებენო. ყველა წიგნი, ყველა ისტორია, რასაც ბავშვებს ასწავლიან და შვებს და ასე შემდეგ, არისო შეცვლილი. გესმით ახლა? შეცვლილი არისო. ყველა ისტორია. ვისაც კი თავის იმაში უწერია. აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილია. გესმით? ეს საიდან მოიტანა ხა მან? ეს არ ეწერა რომელიმე ჟურნალში და სადმე იმაში, გაზეთში და სოციალურში. ხო, რა თქმა უნდა, ამან მოიტანა იმ მასონების წრიდან, იმიტომ ესეც იყო, იმიტომ რომ მეტად საშუალს არ მიცემდნენ, ხო? ეს ბუნებრივია. მე ხო გითხარი და არც ხვიჩა კვარაცხელიას მიცემენ საშუალს. არც არავის ვინც კი რაღაცა იმას გადავა, ასე თქვა, თამასას გადავა და როგორც კი შესამჩნევი გახდები, შენ ხელშეკრულება უნდა მოაწერო, შენ ეს გააკეთე. ეს მიმიკები, ის რა ქვია, იმაზე ეს დაიხატე, ის დაიხატე, მე ესეთები გააკეთე, როგორც ის მიქაუტაძე რო აკეთებს ასე. ნუ ასე და 1000 დაირები. ეს მათ ჭირდება. შენ მე პირჯვარი კიდე გადაიწერე, მაგა ფეხებზე კიდეა. გამიგე, თავარია შენ იმათი რაღაცა გააკეთო. ეს არის ხელშეკრულება. თუ მომღერელი ხარ, უნდა იმღერო ისეთი რაღაცი ტექსტები უკან რა იმას манипуляციას გაიგეთ და შენ რას გაიგედებია, მაგის უკვე შენ ხელი გაგმოწერილი და წინააღმდეგო არ შეგიძლია და მაყურებელი არის მილიონობით, ასე უკრავე და ერთი ამბავი. გესმით? და იქიდან გამოიტანა ამან ეს ინფორმაცია, მაგრამ
არის ყველა არ არის 99 და 99 არის, მაგრამ 10% რაღაც დარჩენილია, რომელიც ბოლოს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვისაც ეძებიან მერე ყველას მოგება. და ამან თქვა ასეთი რაღაც ისტორია შეცვლილია ხალხო. ყველა სოფლიო ისტორია. გესმით? ამიტომ აი ნახე ხა სად მივედი, ხო და ეხლა დავბრუნდი საქართველოში. ის საქართველო რომელსაც მეგევნე ხა თბილისში რო აღმოჩნდა და რო დაინახა იმან ყველამ დაინახა რომ კი ბატონო სახლი კი არა სასახლეა სამსართულიანი მიწის ქვემოთ და რო გეუბნები 12-15 მეტრო შეიძლება კიდევ უფრო მეტის ხო არის მიწით გადაფარული ჩაფლული მიწაში აქეთ სამეგრელოში ყველგან არ არის მაგრამ ზოგიერთ თავს ქვია დიხა გუწუბა ანა მიწაყრილიო რაღაცა შემოაყარეს რა შემოაყარეს და რატო შემოაყარეს ამაზე არსად არაფერი არ წერია შესაბამისად ყველაფერი არის ბლეფი და ეხლა სად მოვალ ეხლა სასაუბრო დახეხა მე ეს ცოტა ადრე კიდე გითხარით ამ წელს ისიც ლაივში საუბრობდი მგონია ესე იგი ხალხო ნახეთ ეხლა რა შეასაკ როდესაც რელიგიური მრევლი ასე ელოდება დღეს ქრისტეს დამთავრდა ხალხო 2026-ში ვარ დამთავრდა 2026 წელით გადავაჭარბეთ მაინც ელოდებით და თქვენ წარმოიდგენთ დღევანდელ ქართველს ბავშვებსაც უკითხავენ დიდებსაც ამას ეუბნებიან ესე იგი ქრისტეს მოსვლამდე 7-8 საუკუნის უკან თუ 13 საუკუნე აბადიეთ ეხლა სადაც არ გადავხვდები და შეიძლება ცოტა თარიღი მაგრამ მინიმუმ 10 საუკუნის უკან ქრისტემდე იყო ამირანი ხალხო ამირანის მიაჯაჭვეს კლდეზე და ყოველ წელს ესე იგი აპირებს ასე ვთქვათ თუ ყოველ 1000 წელს არ აქვს ამირანი რომ გამოგლიჯოს ამიდან ჯაჭვებიდან და მოდი ამჭედელი და ისე უჭედავენ და დღესაც ქართველს ჯერავს რომ ის ამირანი კიდე გაიღვიძებს ანუ გამოგლიჯავს ამიდან თიდან და დაამყარებს იმას თუ ის ვერ მოვიდა უკვე გადავაჭარბეთ რა ქვია 20 აქეთ არის და კიდევ იქით 13-33 საუკუნე და ჩვენ 2000 წელი ახლა ქრისტეს ველოდებით კაცო დამთავრდა ეს 2000 წელი 2000 წელი კიდევ 23 საუკუნე დამთავრდა ამირანიდან და კიდევ ველოდებით რას ველოდებით და სად რა ვაიმე მოკლედ და როგორც გითხარით ახლა ეს ისტორია ხარას ხო ხედავთ თვალის წინ ხედავთ არა რაც ხდება ხო როცა გადაფარულია ყველაფერი და თქვენ ისიც გაიხსენეთ თუ ვინმეს გახსოვთ ხილებას ნომრებით ვერ ვიხსენე ხა ბუნებრივია მაგრამ შინაარსობრივად გეტყვი როდესაც მე მოგიყვანეთ ფრაგმენტი ფილმიდან ლუდივ ჩორნომ ანუ ადამიანები შავ კოსტუმებში შავებში რომელიც უცხო პლანეტელები და რაღაცებს ინფორმაციას აკროვდნენ ასე თქვა და თუ დაინახავდა ვინმე ადამიანი ასე თქვა და უცხო პლანეტურ ასე თქვა რაღაცას მაშინ მოვიდო და უილ სმითი არის მთავარ როლში ერთ-ერთი მოვიდოდნენ ეს ორი და რაღაცას დააჭერდნენ ხელს გაანათებდა და მორჩა ამათ მეხსიერება ეშლებოდათ როგორც კომპიუტერის მეხსიერება რო წაშალო ისე და რო აზზე მოვიდნენ რა მოხდა არაფერი კაცო ეს რაღაცის მოხდა სხვა ისა და მოკლედ ინფორმაციას ეთქვიან იმას დაიჭერებენ და მორჩა ისე მიდიოდა ცხოვრება აი ესე გიკეთებდნენ ჩვენ კი არა მთელ მსოფლიოს რამდენიმე ასე ვთქვათ მოეხლა საუბარია მე-18 საუკუნეში მოხდა ბოლო გადატვირთვა მე-18 საუკუნის შუა ხანებში და ეხლა ეს ნამდვილად რა გაგახსენდება როდესაც ლონდონში იყო ერთ-ერთი შენობა რომელზედაც წარწერა იყო იქ რომაული ციფრებით და ის თარიღი და მე-18 საუკუნის შემდეგ და მე-19 საუკუნის უკვე სხვა წარწერა იყო
თვალთ არ იღეწერა იქ. ამის გარჩევა კიდე მქონდა ეს ცოტა ადრე იყო, უბრალოდ ვერ ვიხსენ ახლა რომელი მაშია. გესმით, ამიტომ ჩვენ ჭირდება ძალიან დიდი გამოფხიზლება, შემოგარგებო, ძალიან დიდი გამოფხიზლება, იმიტომ რომ ჩვენ მაგარ ბლევში ვართ, მაგარ ზღაპარში ვართ, რაც კი ხდებოდა ადრე რეალობაში ეს ყველაფერი ზღაპრებში გადაიტანეს, ლეგენდებში გადაიტანეს და პრაქტიკულად რა ზღაპარში იყო ის რეალობა იყო, მაგრამ გააზღაპრეს. აი თქვენ ხო გახსოვთ ზღაპარში იყო ასეთ რაღაცა რომ აი მოდი დედოფალი მიდის ან ვიღაცა მაგი ასე ვთქვათ და მოდი მანახე ხლა ის კაცი სად არის თქვაზე. ხო და რაღაც ან წყალში ჩაიხედებოდა ან რაღაც ქვაში ან სარკეში გამიგედა რეალურად ხედავდა რამდენიმე ათეული და ასეული კილომეტრის იქით თუ ეს ადამიანი როგორ მოდიოდა ცხენი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იყო ის ტექნოლოგია, რომელიც ადრე არსებობდა, შემოგარგება. ახლა ტელეფონები და ეკრანები და ყველა არსებობდა ეს ყველაფერი. გამიგეთ. 1932-35 წლებში ეხლა რასაც ბანახებენ სკუტერები და რაღაცები, ეს მაშინ იყო. ესეც ხო განახეთ ხალხო. წარმოიდგინეთ. 1932-35 წლებში. ყველაფერი იყო. იმას ახლა რასაც დღეს გვასახებენ, რომ აი დღეს გამოვიგონეთ. წარმოიდგინე ხა განსხვავება რამდენი წელიწადია, ხო? მოხდა ისეთი რომ აი ეს მეხსიერება წაუშალეს ხალხს ორნაირად ხდება. ეს ხდება რაღაც სხვა ძალებით, ტექნოლოგიური ძალებით, რა თქმა უნდა. ან უბრალოდ ხდება ატომური ბომბით. ატომური ბომბი მერე ან წარღვნას იწვევს, წყალის ადიდებას, ნახევარ კონტინენტს ასე გადაფარავდა, ხან ისე არ აქვს ამას მნიშვნელობა, ხერხის ყველასმანაირად შეიძლება მოხდეს ამის. და ბოლოს ახლა იმით დავამთავრებ, რომ ხალხო, ხო, იმასაც დავამატებ, ბარემ აი მაშინ ბორჯომში რო იყო კიდე აღმოჩენილი, სამეგრელოშიც იყო აღმოჩენილი, ესე იგი საფლავები 3 მეტრო ნახევრიან, 5 მეტრომიანი ადამიანები ჩონჩხები. ეს ხო არქეოლოგია გაწმება დააფიქსირა კაცო. სურათებიც არსებობს, ყველაფერი არსებობს, ხო არის? უცხოეთში. ყველგან. ესე იგი, ეხლა რომ მიადგეს დღევანდელი ადამიანი, ხო? სიმაღლით. ჭიშკრები, კარები, თავარი კარები რო არის კაცო. შესასვლელები. სახელურამდე კიდე ვერ წდება. დღევანდელი ადამიანი. და იმისი კიდე რამ სიმაღლეა თქვენ წარმოიდგინეთ. ვიზას საიდან მოიტანეს ასეთი კარები, ხალხო, ამ ხელა კარები, სადაც სახელური გონდათ 2 ჩვენ ხელა სიმაღლის. სახელურის დონე, სიმაღლე. ძალიან ბევრი საიდუმლო, რომელსაც კი ვხედავთ, მაგრამ არ გვეუბნებიან. არ გვეუბნებიან. გვიმალავენ. ეს ისტორია კიდე შეიძლება სადაც თბილისი რო გადაფარულია ნახევრად სიტყვაზე, გესმით? სამეგრელოში კიდე რატოა დიხაგუძუგებს რატო ქვია? აბა ეხლა მივიდე და გაცხრა გააკეთო იმ თემზე აღმოჩნდება მან თითქოს ვინც. მოკლედ კარგი ახლა საკმაოდ დახუნძული ინფორმაცია გითხარით და როგორც თავში გითხარით, ახლა აცი ალბათ 1 საათში ვიქნები იმ ადგილას, რომც დამიღამდეს კიდე მე იმას მაინც არ ამგონია ავსდე დავაკვირდები, რაღაც უნდა გადავიღო ბანერი და იქიდან გეტყვით კიდე ინფორმაციას. კარგით. ცოტა ხანში ვიქნები კიდევ ეთერში.